ადგილი, სადაც ადამიანები სიკეთით, სიძლიერითა და სიცოცხლის სიყვარულით ერთიანდებიან. ეს ბერი ანდრიას საქველმოქმედო ფონდი ბედნიერი სახლია. ფონდის სულის ჩამდგმელს ბერ ანდრიას 32 წელი შეუსრულდა. ტრადიციულად ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა დანიელმა ბედნიერ სახლში ბერი ანდრიას სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა. ამ თარიღის აღსანიშნად ასევე გაიმართა ლიტერატურულ-მუსიკალური საღამო. ფონდის შვილობილების რამდენიმე თაობის წარმომადგენლებმა დამსწრე საზოგადოებას მინი სპექტაკლი ლურჯი ფრინველი წარუდგინეს. თეატრალურ დადგმაზე ოპერის რეჟისორმა ზაზა აღლაძემ იზრუნა. სიკეთის მომტანი ლურჯი ფრინველი. მხოლოდ ერთია, მისი გატიგო არ შეიძლება. ისევე როგორც არ იყიდება სიკეთი. წარმოდგენის მიმდინარეობისას პატარა მსახიობებმა წაიკითხეს ამონარიდები ბერი ანდრიას ბავშვობის დროინდელი ჩანახატების კრებულიდან სიკეთის საგალობელი. მე მგონია რომ რაც აქ ხდება, ნამდვილად არის ნიშანი ჩვენ ცხოვრებაში ღვთის მადლის მოქმედებისა, მაგრამ ეს ვერ მოხდება თუ ადამიანებმა ძალიან არ მოინდომეს. აქ არის დიდი მონდომება სასულიერო პირებისა, მამა ანდრიას მშობლებისა და რაც თავარია თვითონ ბავშვებისა. ჩვენ ვიხილეთ ბავშვები, რომელთაც იბრძოლეს სიცოცხლისათვის. დღეს მამა ანდრიას 32 წლის იუბილე გქონდა. ჩემმა შვილობილებმა ითამაშეს მისი წიგნის მიხედვით ესეთი ლამაზი პიესა, რომლის მომზადებაში დაგვეხმარა ბატონი ზაზა აღლაძე, ოპერის რეჟისორი. და ყველაზე მნიშვნელოვანი იყო დღევანდელ დღეს ისიც, რომ გსტუმრობდნენ ჩვენთვის ძალიან საყვარელი ადამიანები, ჩვენი ერის მამები, მეუფეები, რომლებიც არა მხოლოდ ჩემი შვილებისთვის სრულიად საქართველოს იცნობენ და დღევანდელი დღე არის ძალიან თან სევდიანი, მაგრამ თან ძალიან ისეთი ოპტიმისტური, იმიტომ რომ სცენაზე იდგნენ დღეს ჩემი მორჩენილი შვილობილები, რომლებმაც გაიმარჯვეს ამ ძალიან რთულ დაავადებაზე და დღეს ძალიან ბედნიერად აგრძელებენ ცხოვრებას. ეს იყო ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ გვაქვს ნათელი მაგალითები ადამიანის როფასოთ მისი ნაყოფით და მისი ნაყოფი არასრულებულა მისი გარდაცვალებით და ჩვენ მის ნაყოფს ხედავთ თქვენთან ერთად, თვითი დღე მის მშობლებთან ერთად, რომლებიც საკუთარი პირადი ცხოვრების არარსებობის ხარჯზე ქმნიან ნათელ და შეიძლება ითქვას ფანტასტიკურ მომავალს ისეთი ადამიანებისთვის, რომელსაც ყველაზე მეტად ესჭირდება. ღონისძიებას ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტ დანიელთან ერთად წმინდა სინოდის სხვა წარმომადგენლები, ბოლნელი მთავარეპისკოპოსი ეფრემი და წალკის ეპისკოპოსი გრიგოლი ესწრებოდნენ. ბედნიერ სახლს ასევე სტუმრობდნენ სხვა სასულიერო პირები და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები. უკვე 10 წლეულებია სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით მოქმედებს ბერი ანდრიას ფონდი და ეს სათნოებისა და სიყვარულის სავანე საოცარი სახლი, ეს არის დიდი ოჯახი, სულიერი ოჯახი, სადაც უმძიმესი დაავადების მქონე ბავშვებს მიეწოდებათ ყველანაირი თანადგომა, ზნეობრივი, სულიერი, ფიზიკური, სამედიცინო, ნუგეში და უკვე ათეულობით ბავშვი გადარჩა, მართლა გადარჩა, არა მარტო ფიზიკურად, არამედ სულიერად. ჩვენ ვნახეთ შესანიშნავი წარმოდგენა ისევ მათი შესრულებით და აქ დიდი რწმენით და სიყვარულით ბავშვები ამარცხებენ სიკვდილს. ეს ხომ წარმოუდგენელია, მაგრამ სასწაულებით ჩვენ თვალწინ ხვდება და განსაკუთრებით ყოველწლიურად მამა ანდრიას დაბადების დღეზე აქ ვიკრიბებით, ავავლენ სულის მოსასწენებელ პანაშვიდს და რაღაცნაირად ეს თითქოს სამწუხარო დიდ დღესასწაულად და ზეიმად იქცევა აქ, იმიტომ რომ ჩვენ ხედავთ ნაყოფს, სიკეთის და სიყვარულის ნაყოფს და მართლაც შესანიშნავია ასეთი სათნოების და სიკეთის სავანების ფუნქციონირება, რამდენად გვჭირდება ჩვენ. რა თქმა უნდა, პირველ რიგში ამ ბავშვებს, მაგრამ განსაკუთრებით ჩვენ გვჭირდება, იმიტომ რომ მათგან
სწავლობთ სიყვარულს, სიკეთეს და თუ ჩვენ მათ ვეხმარებით ფიზიკურ გადარჩენაში, ისინი ჩვენ სულის ხონებაში გვეხმარებიან აქეთ და მე მინდა განსაკუთრებით დავლოცო მამა ანდრიას მშობლები, ალბატონი თინათინი და მისი მამა, ასევე რომლებიც აგრძელებენ მამა ანდრიას ერთგვარ ანდერტს და ისინი ათეულობით ბავშვს პატრონობენ და ისინი შვილები არიან, აი დედა თინათინი შვილები არიან და მოკლედ აი სახარებისეული მცნება სიკეთისა და სიყვარულისა ამ სახლში ცოცხლდება რეალურად დროში. ონკოჰემატოლოგია, ზოგადად ონკოლოგია არ არის განაჩენი. შეიძლება ამ პრობლემასთან გამკლავება, ამ პრობლემასთან გამარჯვება და თავისუფლად შეიძლება ამ პრობლემას ეს პრობლემა დავამარცხოთ და ამ პრობლემის დამარცხებაში და შემდგომ უკვე გამარჯვების სრულფასოვან აღნიშვნაში, რასაც ქვია რეაბილიტაციის პროცესი და პროცესი იმისა, რომ პრობლემა უკან დარჩა და ჩვენ შეგვიძლია წინ გავიხედოთ მომავლით იმედით, მომავლისკენ იმედით, აი ამ საქმეს ემსახურება სწორედ ბერი ანდრიას ფონდი და მისი ლოცვა, მისი სურვილი, მისი ოცნება და მისი კურთხება, რომ დედა თინათინს და მის მამას გაეგრძელებინათ ბრძოლა და გაეგრძელებინათ მხარდაჭერა იმ ბავშვებისა, რომელთაც ონკოლოგიური პრობლემა ჰქონდათ, ეს ბერი ანდრიას ლოცვა და ოცნება სრულდება, გრძელდება და ღმერთმა ინებოს, რომ ასე გაგრძელდეს ძალიან დიდხანს და ძალიან ცოტა იყოს ამ ბრძოლაში დამარცხებული და თითქმის არ იყოს და იყოს ძალიან ბევრი გამარჯვებული და ძალიან ბევრი გამარჯვება. აქამდეც ყოფილ ვარ სცენაზე ბევრჯერ. ფონდის გამო აქამდე ქუთაისშიც ქონია მიმოსვლა და გასტროლები რა. და აქ ქონდა მთავარი როლი, კეთილი ბიჭის როლი და ეს იყო ძალიან სასიამოვნო იყო ჩემთვის. და ზაზა აღლეძეს დიდი მადლობა, რომ დაგვადგმევინა ეს სპექტაკლი და შედგა ეს სპექტაკლი კარგად. ბედნიერ სახლში გამართული ბერი ანდრიასადმი მიძღვნილი საღამო უდიდესი ემოციებით, მადლიერებითა და ცრემლნარევი სიხარულით დასრულდა. აღსანიშნავია, რომ უკვე მრავალი წელია ბერი ანდრიას სახელობის ფონდი ლეიკემითა და სოლიდური სიმსივნით დაავადებულ ბავშვებს მკურნალობასა და რეაბილიტაციაში უანგაროდ ეხმარება.